ეთერის მეშვეობით რაც მინდა ვკითხო საზოგადოების იმ ნაწილს რომელიც ახლა უყურებს. აი ახლა რაც ხდება დღეს გუშინ უღელესი დღეების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში. სახელმწიფო მედიიდან ის რა კითხვა რუსული არის ეს კანონი და თუ რუსულია რატომ არის ხო? ანუ საარაკო კითხვები ისევა. აი ახლა რაც აქ ხდება, რაც გუშინ ხდებოდა. მოსკოვი, რუსეთი რას გულშემატკივრობს? რუსეთი, კრემლი რას გულშემატკივრობს? ქართულ ოცნებას და კანონ პროექტის კანონად ქცევას გულშემატკივრობს? თუ გულშემატკივრობს ქართულ ხალხს და კანონ პროექტის გამოწვევას? აი ამ კითხვაზე ყველამ გუწრფელად პასუხი გასცეს და საკუთარი სინდისის შესაბამისად იმოქმედოს. ჩვენ და ათობით ათასი მოქალაქე მერამდენე დღე ასე მოქმედებთ. და მთელი საქართველოს ისინი რას ამტკიცებენ, აღარავის აღარ აინტერესებს. ისინი რას ამტკიცებენ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ის თქვენ და მე და თქვენ მაყურებელს კი აღარ ატყუილებს ხოლოდ. ის დგას მაგალითად საერთაშორისო ვიზიტზე და მოგეხსენებათ ოლიგარქიას აქვს თავის სახელმწიფო გამოხატულება, თუნდაც ყოფახიძეს სახით ვითომ საერთაშორისო ვიზიტში ოფიციალურ ვიზიტში უშუალოდ გერმანიაში იყო რამდენიმე დღეში და გერმანიის კანცლერი ედგა იქვე ბრიფინგზე, ოფიციალურ ბრიფინგზე და კაც თვალებში ჩახედა და უთხრა, რომ ჩვენ იმ კანონ პროექტს ვამუშავებთ და კანონად უნდა ვაქციოთ, რომელიც თქვენ გაქვთ გერმანიაში. ემი გაცურავს მშვიდობიანად ზღვაში. ისე, რომ ნიჩბის მოსმაც არ დაჭირდება. აი ასე უნდა გავიმარჯვოთ ამ პროცესში, ასე გამარჯვება სჭირდება ნახევარი საქართველო, მინიმუმ ნახევარი თბილისი ქუჩაში და ეს ასეც იქნება, იმიტომ რომ რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს და მოგვიპოვეს დამოუკიდებლობა, როგორც იქნა. იმისთვის ვიბრძვით ახლა ჩვენ ცოცხალი ქართველები, რომ მოვიპოვოთ, შევინარჩუნოთ სუვერენიტეტი და მოვიპოვოთ ევროპული იდეის განხორციელების შანსი, რომელიც ხელის გაწვენის მანძილზეა და ვერც კალაზე, ვერავის მაპატიეთ. არ მინდა უხეშები იყო ვერავის აქედან ვერავის დამცველების და ამატების ვერ დაჩაგრავს, იცით რა, იმიტომ რომ სიამბაყია იდგე აქ.